ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხები ქვეყნის სამომავლო გზა და ახალი ხელისუფლების ხედვა. ამ საკითხებზე დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების კურსი ევროპისკენაა მიმართული და ნატოში გაწევრიანებისთვის ქვეყნის მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს. მინისტრის განმარტებით მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქვეყნის სამომავლო ხედვასა და სტრატეგიებს უკეთ გაეცნონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა უფრო კარგად, უფრო ზედმიწევნით ზუსტად გაიგონ თუ რა საკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაჩქარდეს ნატოში და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია, რა პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი ქვეყანა ამ ინტეგრაციული პროცესების შედეგად ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებით და რა კეთილდღეობები მოაქვს საქართველოსთვის. დღესვე ალექსი პეტრიაშვილმა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი მოინახულა. დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად მან ამერიკის კუთხე და სტამბა დაათვალიერა. უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით ალექსი პეტრიაშვილის ვიზიტი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათ საშუალება აქვთ ევროპაში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები სახელმწიფო მინისტრისგან მიიღონ. ეს მოგეხსენებათ, ხშირად არის ხოლმე ნატოსთან დამოკიდებულება, როგორ გაგრძელდება ევროპის გზა, საიწავა ჩვენი ხელისუფლება, ამ ყველაფრის შესახებ იქნება დღეს საუბარი. ყველაფერი ნათელია, არის სპეციალური ვიზიტი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რექტორატმა ჩათვალა, რომ ძალიან სასარგებლო იქნებოდა სამცხე-ჯავახეთისთვის, რომ ჩამოსულიყო ისეთი დონის პოლიტიკური ფიგურა, როგორც გახლავთ ბატონი ალექსი პეტრიაშვილი. მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება ევროკავშირსა და ნატოსთან ჩვენი ინტეგრაციის საკითხებში და ასევე გვაინტერესებდა ჩვენი ახალი მთავრობის პოზიცია. დღევანდელ კონფერენციაზე ქვეყნის ევროპული ხედვა სახელმწიფო მინისტრთან ერთად უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა განიხილეს. აღნიშნული შეხვედრისთვის ახალგაზრდებს 2 დღის განმავლობაში ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ლექციები წაეკითხათ. რა პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დროს ეკონომიკური, პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით, ამ თემებზე სტუდენტებს პოლიტოლოგი უჩა ბლუაშვილი და გიორგი ჭილაძე ესაუბრებოდნენ. დღეს გვეწვია მინისტრი ბატონი ალექსი პეტრიაშვილი და ჩვენ დეტალურად შევიტყობთ ინფორმაციას ევროკავშირში გაწევრიანებას და ასევე ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის სტუდენტებისთვის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს სახელმწიფო მინისტრს ღონისძიებით დახვდნენ. მათ დაწესებულების ეზოში ფლეშმობი დადგეს და ფოლკლორული საცეკვაო ნომერი წარმოადგინეს. ალექსი პეტრიაშვილის ახალციხეში ვიზიტი ევროპის კვირეულის ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროკავშირის დაარსებას ეძღვნება და იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრმა 7 მაისს გახსნა.